ევროპის მოედანზე დევნილმა ბავშვებმა აქცია მანიფესტაცია „იყოს მშვიდობა მოაწყვეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე მათი აფხაზი, სომეხი, რუსი და უკრაინელი თანატოლები. გამოიფინა ბავშვთა ნამუშევრები და ფოტოები, ჩატარდა ტრადიციული ასფალტზე ხატვა და საზეიმო კონცერტი. ახალგაზრდებმა მსოფლიოს ყველა ეროვნების ბავშვებისადმი სამშვიდობო მიმართვის ტექსტი მოამზადეს. ბავშვებს ყოველდღიურად უნდა შეექმნათ რაც შეიძლება უფრო მხიარული ცხოვრება. ბავშვმა ბავშვობა უნდა გაატაროს ბავშვურად. მინდა მიულოცო რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ვინც აქ ცხოვრობს, ისე მთელი მსოფლიოს ბავშვებს, იმიტომ რომ დღეს ხო ხლა კარები გახსნილია, ყველა ჩვენი ბავშვები, ჩვენი მერე სტუდენტები მეგობრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ერის წარმომადგენლებთან. მომწონს დღევანდელი დღე, რადგან არის ბავშვთა დღე. ყველა შეუძლია გამოავლინოს მისი ნიჭი. დღეს ვაპირებ ძალიან ბევრი ლექსის მოყოლას. ვაპირებთ რომ ვიმღერო სიმღერა We Are The World, რადგანაც ეს სიმღერა ეხება ბავშვებს. ულოცავ მსოფლიოში მთელ ბავშვებს დღევანდელ დღეს და უსურვებ წარმატებას. დღეს აქ მოსულები არიან აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის წევრები, მომავლის ხმა, აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, კომპაქტურად ჩასახლებული ბავშვები, რომლებიც მოწვეული გვყავდათ ზეიმზე. მათ ძალიან უხარიათ დღევანდელ ზეიმში მონაწილეობის მიღება. ჩვენ გვაქვს დღეს სხვადასხვა ნომინაციები. ეს არის ყველაზე საუკეთესო მომღერალის გამოვლენა, ყველაზე საუკეთესო მხატვრის გამოვლენა. პროექტი თბილისის მერიისა და შპს სუფთა გარემოს მხარდაჭერით განხორციელდა. შპს სუფთა გარემო უულოცავს მთლიან საქართველოს ბავშვთა დაცვის დღეს. უსურვებ ყოველივე კარგს, კარგ განათლებას, ჯანმრთელობას, ბრწყინვალე მომავალს და უფლისწყალობას. მხოლოდ ერთ ნატრობ ერთი მაქვსაო, ცნებოდა სათქმელი, დიდი რუსთველი რომ იყო, ვიყო ისეთი ქართველი, ხარს გავარნაი არაღას, ქით მიწასავჩხველ, ბუბუნებ, ღმერთო სამშობლო მიწოსყრე, ძიარეს ამას ვდუდუნებ.